მოგესალმებით, თვითონ მაყურებლებო და შენელებო. მე ხა მოვინდომე ჩაწერა ინფორმაციისა, რომელიც ეხება საქართველოს ერთ-ერთი წყალქვეშა ქალაქის ტრაგედიას. ჟინვალის წყალსაცავზე იქნება საუბარი. ხო, ჟურნალისტმა, საქართველოს ახალი ამბების ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა გეოლოგო, მინერალოგიური მეცნიერების დოქტორს, დამოუკიდებელ ექსპერტს გარემოს და ბუნებრივი საქართველოს გარემოსი და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ თავისუფალ ექსპერტს ირაკლი მიკაძეს. საუბარი მასალაში მიდის ჟინვალის წყალსაცავ და მის როლზე. ეს ჟინვალის წყალსაცავი განლაგებულია თბილისიდან 12 კილომეტრის მოშორებით. სოციალურ-ეკონომიკურ და მრეწველობით სექტორში. და აგრეთვე წარსულში უკვე ისტორიულ ადგილზე, რომელზეც დღეს განლაგებულია მთავარი წყლის რესურსი ჩვენი ქვეყნისა. როდესაც წყალდიდობის შემდეგ სოფლის ტაძარი ესე იგი გუმბათი ტაძრისა, როდესაც წყალის დონე იწევს დაბლა, ეს გუმბათი მოჩანს წყალსაცავში და ისტორიული წერითი წყაროს მიხედვით ტერიტორიაზე დაბი, სადაც ახლა არის განლაგებული წყალსაცავი, ჟინვალის წყალსაცავი, მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში იყო განლაგებული ქალაქი, მაგრამ დასახლებები ამ ადგილებზე მოხდა უფრო ადრე. არქეოლოგიური გათხრების დროს წარსულ საუკუნეში, რომელიც ეხებოდა წარსულ საუკუნეს, იყო აღმოჩენილი ძეგლები სხვადასხვა ისტორიული პერიოდებისა. 1971 წელს რადგან იყო გადაწყვეტილი ჟინვალის წყალსაცავის აშენების, იყო ფორმირებული არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელშიც შევიდნენ ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები, არქეოლოგები და ეთნოგრაფები თბილისის სამთავრობო უნივერსიტეტიდან, აგრეთვე მეცნიერებმა ფართო მასშტაბური მუშაობა დაიწყეს დატბორვის ზონაში, მაგრამ სრულ მასშტაბური გათხრების წარმოება იყო შეუძლებელი, რადგან აჩქარებდნენ წყალსაცავის აშენებას და უზარმაზარი ნაწილი მრავალ საუკუნეების კულტურის საგანძურისა იყო დატბორილი. ადგილზე, სადაც ახლა განლაგებულია წყალსაცავი, შუა საუკუნეების ეპოქაში ყვაოდა მდიდარი ქალაქი ჟინვალი, რომელსაც ჰქონდა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, თავისი კოშკებით, თავისი ტაძრებით, თავისი
კვარტალებით, საცხოვრებელი კვარტალებით თავისი სამეფო სასახლეებით და წყაროს მიხედვით იმ დროს თურმე ამ ქალაქში ცხოვრება იყო პრესტიჟული, რადგან ის იყო განლაგებული სავაჭრო გზების გადაკვეთაზე და თითქოს კავკასიონის კარიბჭეებს აკონტროლებდა და განირჩეოდა მაღალი ოსტატობის ხარისხით ხატრების არქიტექტურისა და რემესლნიკов. წმინდა დავითის აღმაშენებლის ბრძანებით პოლოვცები გადაასახლეს საქართველოში. შემდეგ პოლოვცები მე ზუსტად გაგირკვევთ თუ რა საიდან მოვიდნენ ისინი. მე არ მახსოვს ზუსტად ეს ამბავი. შემდეგ დედოფალმა თამარიმ გადასცა ჟინვარი ერთ-ერთ მინდობილ პირს ჩაბერას და ამ ჩაბერას სასაფლაოში, სადაც იყო ის დასაფლავებული, ერთ-ერთ ადგილას იყო აღმოჩენილი, ერთ-ერთ ეკლესიაში იყო აღმოჩენილი 17 მონეტა დედოფალ თამარის დროს გამოჭედილი და მანამდე კი სანამ ამ 17 მონეტას მოძებნიდნენ, ერთი მონეტა, მასეთი მონეტა ინახებოდა პეტერბურგში, მეორე მონეტა ინგლისში. 7 თუ 8 ეკლესიის გათხრა ვერ მოასწრეს, გარკვევა ვერაფერს ვერ მოასწრეს, რადგან ხომ გეუბნებით არადროეს არქეოლოგებს კვლევები ჩაეტარებინათ და ის 7 თუ 8 ეკლესია წყალმა დაფარა. წყლის ქვეშ ინახება არტეფაქტები ბრონზის საუკუნისა, ოქროს სამკაულებით, ეკლესიური ხელსაწყოები, ხატები და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები. დაიკარგა აგრეთვე ხელოვნური ნამუშევრები, აგრეთვე დაიტბორა უფალის მე-18 საუკუნის ტაძარი, რომელსაც ერქვა სახელი წმინდანის ჯვრის პატივისცემად, არის შეიძლება ზუსტად გადატარგმნე. ხო და ეს ეკლესია, ეს არ ვიცი ტაძარი, არ ვიცი ეკლესია, როდესაც წყლები იკლებს, ჩდება წყლის თავზე. ნახვარი წლით მოჩანს იმ პერიოდში, როდესაც წყლები დაკლებულია. ხო, ეს ეკლესია 1980 წლებამდე საბოლოო დატბორვამდე წარმოადგენდა ცენტრს, სადაც ხალხი მიდიოდა მოსალოცად და ჰქონდა არანაკლები ისტორიული მნიშვნელობა. ხო, რასაკვირველია, ვერ ვიტყვით რომ ხალხმა წინააღმდეგობა არ გაუწიაო. როგორ არა, ხალხმა გაუწია წინააღმდეგობა. და იქ დამარხულის
ხალხმა შეძლო თანხმობა მიიღო იმისთვის რომ გადაეტანა იქ იმ სასაფლაოზე განსვენებულის ნეშტები. დიახ, ისინი სხვაგან დაასაფლავეს. იცით რა, მე ნამდვილად დავიცვით ისტორია ჟინვალის წყალსაცავზე. ნამდვილად. და როდესაც ამის სულეს წავაწყდი, ძალიან გამიკვირდა. ისე იგი მე დავბერდი და რამდენი რამე არ ვცოდნია ჩემ საქართველოსზე. არა, მე რომ რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. უბრალოდ ბევრი რამე ისეთები არ ვიცოდი, რაც უნდა ვცოდნოდა. ელემენტარული რაღაცეები. და მე ძალიან მწვენია. ძალიან მწვენია. ამიტომ შეიძლება ახლა ყველაფერი ვერ დავიმახსოვრო, მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაინც მექნება. კარგით, მოდით ამით დავამთავროთ ეს ვიდეო. მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.